მოგესალმებით, მე ვარ Lesson.com-ის ადმინისტრატორი. მე ამ ვიდეოში განახებთ თუ როგორ დავრიპოთ დიზაინი. საიტზე იყო შემოსული თხოვნა თუ როგორ დავრიპოთ დიზაინიო და მე ამ ვიდეოში ავასრულებ ამ თხოვნას და განახებთ თუ როგორ დავრიპოთ დიზაინი. ამ შემთხვევაში მე დავრიპავ MyHitG-ის დიზაინს. იმისათვის რომ დავრიპოთ დიზაინი, უნდა შევიდეთ Mozilla Firefox-ში. შევიდეთ საიტზე. მივცეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს, მივცეთ ინფორმაცია stranice, გადავიდეთ მულტიმედიაში და აქ რაც ყველაფერი იქნება, შევინახოთ სასურველი ადგილზე, გავაკეთოთ მაგალითად. აქ ეწერება ესე http myhitg დახრილი ხაზი images და სურათის სახელწოდება. თქვენ იმისთვის რომ გაიგოთ თუ რა ფაილში უნდა შეინახოთ, ნახავთ myhitg დახრილი ხაზი და იმის შემდეგ რა სახელიც ექნება, იმ ფოლდერს გააკეთებთ. მაგალითად ამ შემთხვევაში images და შევინახოთ ეს სურათი. შემდეგ ქვევით არის აქ ეხლა ads ფაილი უნდა გავაკეთოთ ads. რადგან აქ აწერია myhitg-ის მერე, შემდეგ ისევ image-ში უნდა შევინახოთ ესეც და ამის მიხედვით გადმოიდანთ images-ებს. ეხლა მე დავაპაუზებ ვიდეოს, რადგან ძალიან დიდი არ გამომივიდეს. images-ები ყველაფერი გადმოვიტანე. ეს შემდეგ ეხლა გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. შევიდეთ ისევ საიტზე, მივცეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და მივცეთ ეს ბოლოდან მეორეს. გავადიდოთ. აქ უნდა გადმოვწეროთ აქ ყველაფერი, ეს სტაილები. აქ გავაკეთოთ ახალი ფოლდერი, სახელად CSS. შევინახოთ ესეც CSS-ში შევინახოთ ესეც JavaScript-ებით შევინახოთ ეს მაგალითად. ესენი აუცილებელია რომ შეინახოთ ეს მაგალითად. ეს ფოლდერი გავაკეთოთ. ესე შევინახოთ ესეც შევინახოთ. Ondes აქ შევინახოთ ესეც. Ondes JavaScript-ში შევინახოთ ესე JavaScript-ში შევინახოთ ესეც შევინახოთ ესეც.
დავუერთოთ კიდე CSS-ი, შევინახოთ, ეს პლეიერია. და აი როგორც ხედავთ, ყველაფერი დავრიპეთ. ეხლა ეს გამოვთოთ, აღარ გვჭირდება. ეს მოზილა გამოვთოთ. შევიდეთ ოპერაში, საიტზე შევიდეთ. შევიდეთ ჩვენი საიტის სამართალ პანელში. შემდეგ ფაილ მენეჯერში და გავაკეთოთ ეს აქ რაც არის ყველაფერი. ადრესი შენ წავშალოთ, აქ ჯერდება. შევიდეთ ადრესში და ავკრიტოთ ყველაფერი. ეხლა მე კიდე დავაპაუზებ ვიდეოს, რადგან ძალიან დიდი არ გამომივიდეს. აი როგორც ხედავთ, ყველაფერი ავკრიტეთ. ეხლა ჩავსვათ site page-ი. გადავიდეთ მაინზე, customize the site page. გადავიდეთ ამ საიტზე და მივცეთ Ctrl და O-ს, ან მაუსის მარჯვენა ღილაკს და წყარო ან source-ზე. აქ მივცეთ Ctrl და A. შემდეგ მოვაკოპიროთ ეს და ჩავსვათ აი აქ. დაველოდოთ. აქ ამოგიგდებთ ესეთ რაღაცას, რომ აკლია powered by. ეს მოვაკოპიროთ და ჩავსვათ აი აქ. და დავასეივოთ. აი, ახლა გადავიდეთ და შევამოწმოთ. უკაცრავად. აი, როგორც ხედავთ, დაჯდა ეს ყველაფერი აქ. აი, ესე გადმოკოპირდა დიზაინი. სულ ეს იყო. კარგად ბრძანდებოდეთ. თუ რამე ვერ გაიგეთ, შემობრძანდით საიტზე და დაწერეთ კომენტარების სახით. კარგად ბრძანდებოდეთ.